На слайде изображено возвращение Ларийской крепости, и вот я лично думаю, что наряду с теми 20% территории нашей страны, которые оккупированы, мы должны помнить, что Ларийская территория также является грузинской территорией, которая в одно время была объявлена нейтральной буферной зоной, а потом случилось так, что после нашей советизации она была передана Армянской Советской Социалистической Республике. И, наверное, каждый грузин должен помнить и об этом тоже, что Лоры также является грузинской территорией. Აი რადგან სლაიდზე ეს ლორეს ციხის დაბრუნება არის ასხული. ლორეს ციხე? დიახ. პირადად მე მგონია, რომ იმ 20%-თან ერთად, რომელიც ოკუპირებული არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის, უნდა გვახსოვდეს, რომ ლორეს ტერიტორიაც ქართული ტერიტორია არის, რომელიც ერთ დროს ნეიტრალურ უფერულ ზონად იყო გამოცხადებული და შემდგომ ისე მოხდა, რომ სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას გადაეცა ჩვენი გასაბჭოების შემდეგ და ესეც ალბათ თითოეულ ქართველს უნდა ახსოვდეს, რომ ლორეც ქართული ტერიტორია. კი ბატონო, მე ცოტა კომენტარს გავაკეთებდი ცოტა შორეული წარსულიდან. ეს ტერიტორია, რა თქმა უნდა, ისტორიული საქართველოს ტერიტორია იყო და შუა საუკუნეებში რეგიონი სომეხი ბაგრატუნების მიერაც იყო დაპყრობილი, ტაშის ზურაგეთის სამეფო იყო და როდესაც ქართული მეფემ სამშვილდე დაიბრუნა, შემდეგ სამეფო რეზიდენცია გადავიდა ლორიში და თვითონ სომხურ წყაროებში ერთ-ერთი მეფე, რომელიც სამშვილდარე და ზურაგეტელეს მოიხსენება, დასახელებული ის აგებს 12 ციხეს და მათ შორის ლორეს. ლორეს ისეთი მდებარეობა აქვს, რომ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ეთნიკური ტომის წარმომადგენელი რო ყოფილიყო იქ ამ ეს არის ტაშერის წყლის და დებედას შეერთების ადგილი ხერთვისია ლორე და შემდეგ იქიდან დებედას ხებით ძალიან სტრატეგიული გზა გამოდის და აი შემდეგ ლექციაზე რომელიც ერთი კვირის თავზე ჩატარდა მე საგანგებოდ შევეხები ამ საკითხს და ის პოლიტიკა რაც თურქმანულმა ტომებთან შეჭიდებამ მოიტანა აი შაღაბასი როგორ აგვირგვინებს რომ ლორეს მე ამოწერს ესე თქვა ქართული მეფის იურისდიქციიდან და უშუალოდ თვითონ დაიქვემდებარებს. თუმცა ამას მისი პაპის შაჰ თამაზის პოლიტიკაც უძღვოდა წინ და ამის მე შევეხებით და რა თქმა უნდა ლორე ისტორიულ საქართველოს ქარტეხილებში ძალიან ხშირად ფიგურირებს და მინდა ვთქვა რომ როდესაც სელჩუკების შემოსევა იწყება მე-11 საუკუნიდან კვირიკიანთა სამეფოს ლორე მათ წაართვეს დაპყრობილად და დავით აღმაშენებელს სელჩუკებს წაართვა ლორე. სომხურ ისტორიოგრაფიაში ხშირად ფიგურირებს ის რომ თითქოს ლორე დავითვას სომხებს წაართვა არ იყო ეს ესე